ეს მე-17 საუკუნეში მოღვაწე ნიდერლანდელი მხატვრის სალომონ ვან რუისდალის ნამუშევარია, რომელიც მხატვარმა 1650-იანი წლების დასაწყისში შექმნა. როდესაც სასურათე სიბრტყის მარცხენა არეს ვუყურებთ, გვექმნება შთაბეჭდილება, რომ მხატვარმა ზამთრის ერთი ჩვეულებრივი დღე გამოსახა. გუბურის ყინულით დაფარულ ზედაპირზე მოთამაშე ახალგაზრდებითა და მარხილშებმული ცხენებით, რომლებსაც ადამიანთა ჯგუფები გადაჰყავთ ერთი ადგილიდან მეორეზე. თუმცა თუ კი ყურადღებით დავაკვირდებით ნამუშევარს, დავინახავთ დროშას, რომელიც დღესასწაულისთვის აღმართეს. როგორც ხედავთ, სოფლის დღესასწაულს სხვადასხვაგვარად აღნიშნავენ სოფლის მაცხოვრებლები. ზოგი საუბრობს, ზოგი შეჯიბრებაში იღებს მონაწილეობას, ზოგიც კი მათი ცქერით ირთობს თავს. სასურათე სიბრტყის ცენტრში ვხედავთ ცხენზე ამხედრებულ მამაკაცს, რომელიც თოკზე მიბმული ცოცხალი გველთევზის ჩამოგლეჯას ლამობს. როგორც ხედავთ, თოკის ერთი ბოლო ხეზეა მიბმული, ხოლო მეორე სასტუმროს სარკმელზე. აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ნიდერლანდებში სოფლის დღესასწაულებზე გართობის მიზნით ამგვარ შეჯიბრებებს ხშირად აწყობდნენ ხოლმე. თუმცა 1886 წლიდან გართობის ეს ფორმა აიკრძალა.